პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის ქალაქ ლვივს მოულოდნელად ეწვია. მიმდინარე რუსული აგრესიის განსახილველად ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევს მეტსამხედრო დახმარებასა და ორ ქვეყანას შორის ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნას დაპირდა. ტუსკის ვიზიტი უკრაინისადმი მხარდაჭერის გამომხატველი კიდევ ერთი ნაბიჯია. როგორც ცნობილია, იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ტუსკის თქმით, იგი იმუშავებს უკრაინის ნატოში გაწევრებაზე. პოლონეთს რომ იყოს დამოკიდებული პროცესი ერთ დღეზე მეტი არ გაგრძელდებოდა. შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს დიპლომატიასა და ქმედებებს. შევეცდებით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივა რეალური გახდეს. ვაცნობიერებთ, რომ ეს გზა იოლი არ არის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონალდ ტუსკს კაფე ოპოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე მან ისაუბრა ევროპის ერთიანობისა და უკრაინის გვერდით დგომის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ევროპის სიძლიერე სწორედ ერთიანობაა. უკრაინა ძლიერი უნდა იყოს, რომ ევროპამ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას. რუსეთის ნდობა შეიძლება? არა. პუტინის ნდობა? არა. ისინი ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან, გხოცავენ. შეგვიძლია პუტინის მემკვიდრეს ვენდოთ? დარწმუნებული ვარ, არა. გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ უკრაინაში ვცხოვრობთ და რუსეთთან გრძელი საზღვარი გვაქვს. შესაბამისად, ამ ომიდან უკრაინა ძალიან ძლიერი უნდა გამოვიდეს. დიპლომატიურ ფრონტზე უკრაინისთვის სულ მალე ბევრი რამ შეიცვლება. იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. იგი ბაიდენის ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებს, რომ შორმანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნებართვა გასცა. ვარშავა იმედოვნებს, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირსა და უკრაინას შორის პარტნიორობა გაძლიერდება.